ვარაუდებით კითხვა. ხატვის გაკვეთილზე. რას წარმოიდგენ, როცა გესმის სათაური ხატვის გაკვეთილზე? შენი აზრით, იქნება ეს ჩვეულებრივი გაკვეთილის აღწერა? თუ რაიმე განსაკუთრებული მოხდება? გამოთქვი ვარაუდი. აბა ბავშვებო, გადაშალეთ სახატავი რვეულები და ხატვა დავიწყოთ. ხატვის გაკვეთილი დაიწყო. ბავშვებმა სახატავი რვეულები გადაშალეს. ჩანთებიდან ფერადი ფანქრები ამოიღეს და ხატვას შეუდგნენ. მე მიყვარს ხატვა. მეც მიყვარს. ეს ყვავილები ძალიან ლამაზია. დიახ, და ეს სახლი მეც მომწონს. პირველი ეპიზოდის შემდეგ რას ფიქრობ? გამართლდა შენი მოლოდინი. გამოთქვი ვარაუდი. უცებ მარიამი ატირდა. შენი აზრით, რატომ ატირდა მარიამი? გამართლდა შენი ვარაუდი. რა გატირებს? დაჩი მთმე მომწიწკნა. რას ფიქრობ, რატომ მოწიწკნა დაჩი მთმები მარიამს? გამოთქვი შენი ვარაუდი. შენ ფანქარი წამართვი. ის ჩემი ფანქარი იყო. კარგი, მოდით მშვიდად ვისაუბროთ. ჩემსაც წვერი მოტყდა, ამიტომ ავიღე. უნებართვოდ რატომ აიღე? უნდა გეთხოვა. ვთხოვე და არ მომცა. კარგი მარიამ, ნუ ტირ. როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცა დაჩი? მარიამის საქციელს როგორ შეაფასებ? მოდი ახლა პაუზების გარეშე წავიკითხოთ მოთხრობა. ხატვის გაკვეთილზე. ხატვის გაკვეთილი დაიწყო. ბავშვებმა სახატავი რვეულები გადაშალეს. ჩანთებიდან ფერადი ფანქრები ამოიღეს და ხატვას შეუდგნენ. მე მიყვარს ხატვა. მეც მიყვარს. ეს ყვავილები ძალიან ლამაზია. დიახ, და ეს სახლი მეც მომწონს. უცებ მარიამი ატირდა. რა გატირებს? დაჩი მთმე მომწიწკნა. შენ ფანქარი წამართვი. ის ჩემი ფანქარი იყო. კარგი, მოდით მშვიდად ვისაუბროთ. ჩემსაც წვერი მოტყდა, ამიტომ ავიღე. უნებართვოდ რატომ აიღე? უნდა გეთხოვა. ვთხოვე და არ მომცა. კარგი მარიამ, ნუ ტირი. წარმოიდგინე, თითქოს შენ ხარ ამ მოთხრობის ავტორი. მოიფიქრე ბედნიერი დასასრული. გისურვებ წარმატებებს.